მოგესალმებით ყველას ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? ყველანი ძალიან მომენატრეთ და აჰა მოვედით თქვენამდე როგორც იქნა. მოკლედ, ახლა მოვიდა ანდრეასი ლიდლიდან. გერმანიაში ლიდლი არის ერთ-ერთი სუპერმარკეტი, როგორც იცით, და მოიტანა პროდუქტი და სრულიად სპონტანურად გადავწყვიტე, რომ გადავიღო თუ რა პროდუქტი მოიტანა ანდრეასმა ლიდლიდან. მოკლედ, გადავინაცვლოთ სამზარეულოში. ეხლა შევუკვეთა ანდრეასმა პიცები და მოგვივიდა უკვე, ნახეთ რა მაგარია. ეს არის პიცა მარგერიტა. აი სწორედ იმ ჩაობელაში იმ დღეს რო ვიყავით, ძალიან მოგვეწონა. იტალიელები აწყობენ პიცებს და ეს არის პიცა ვეჯეტარია, რუკოლათი, ცუკინით, ბადრიჯანით და მოკლედ ბოსტნეულით რა, ვეგეტარიული პიცა. ნახეთ, ძალიან მაგარია. გემრიელად მიირთვით. დავიწყოთ ჰიგიენური საშუალებებიდან. ეს არის ორი შაუმა. შამპუნი, რომელთაც ანდრეასი თავს იბანს, შაუმას 2 ცალი შამპუნი. შემდეგ გადავიდეთ თხილეულებზე. ეს არის მიწის თხილი ჩილით, როგორც აწერია. ქეშიუ, რომელიც ანდრეასმა მოიტანა, რომელიც არის მარილიანი და შავ წიწაკასთან ერთად. ანდრეას უყვარს ძალიან ესეთი თხილები, მე მარილიანს იმდენად არ გიახლებით, ძალიან იშვიათად. და ეს არის მიწის თხილი ჩილისთან ერთად, ანუ საკმაოდ ესეთი ცხარე მექსიკურ სტილზე. ეს არის ჩიას მარცვლები, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებთ იოგურტში და მთელი ღამე იოგურტთან ერთად ჩიას თუ ჩაყრით შიგნით, overnight-ს რო ეძახიან, დილით ძალიან კარგი საუზმე გაქვთ იოგურტთან, ჩიასთან და შვრიასთან ერთად და შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ თაფლი, ცოტა თხილი და ასე შემდეგ გემოვნების მიხედვით. კარგით, გაჩვენებ ასევე 2 ცალი კვერცხი. კვერცხს ჩვენ ყოველთვის ბიოლოგიურად სუფთას ვყიდულობთ. ეს არის 2 შეფუთვა, რომელშიც თითო შეფუთვაში არის 6 ცალი კვერცხი. თითოში არის 6 ცალი, ნახეთ. და არის ბიოლოგიურად სუფთა, ანუ 2 პატარა შეკვრა. ეს არის ელიზომა კვერცხები, ანუ საკმაოდ დიდი ზომის კვერცხები და არის 12 ცალი ორივე. ბიოლოგიურად სუფთა კიტრი, ანაბელს ძალიან უყვარს კიტრი და მოკლედ სულ გვაქვს ჩვენ სახლში კიტრი და ესენი არის ბიოლოგიურად სუფთა. გერმანიაში იყიდება ძალიან დიდი კიტრები, რომლებიც შიგნით მანდამაინც არ მოგეწონება და ესენი საკმაოდ კარგი ხრატუნა კიტრებია და ანაბელს ძალიან უყვარს. ნებისმიერ კერძს შეუძლია რომ კიტრი შეატანოს და ძალიან გვიხარია მე და ანდრეას რომ ანაბელს ასე უყვარს კიტრი, როგორც მოგეხსენებათ, ჯანსაღი ბოსტნეულია. პამიდორი იმდენად არ უყვარს, მაგრამ კიტრი ძალიან უყვარს, როგორც გითხარით. კარგით, შემდეგი, აი ესეთი მანგო. 2 ცალი მანგო შეფუთვაში. აქაური მანგოები მანდამაინც, გერმანიაში მანგო არ ხარობს, როგორც იცით, მაგრამ არის რომელიღაც ქვეყნებიდან მანგო, რომლებიც არ მოგეწონება და თუ იქნა აზიური ქვეყნებიდან, ან ინდოეთიდან, ინდური მანგო არის ძალიან გემრიელი და რბილი შიგნით, როგორც ვიცი და აი ასეთ მანგოებს საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება, რომ კარგად დამწიფდეს და ეს დამწიფებულია, როგორც ხედავ, გავსინჯოთ რამდენად მომეწონება. შემდეგი ეს არის მანგო, 2 ცალი მწიფე მანგო. ძალიან გვიყვარს ჩვენ სამივეს მანგო და ყოველთვის მივირთმევთ ხოლმე. ასევე არის ძალიან ჯანსაღი ბოსტნეული მოგეხსენებათ, ომეგა-3 და ომეგა-6-ით მდიდარი ბოსტნეული და აუცილებელია რომ ხშირად მივირთვათ. გემოთიც ძალიან მოგწონს. გარგარი, როგორც ხედავთ, აბრიკოსენ, ცუკა აბრიკოსენ იქნებოდა ტკბილი აბრიკოსები, ანუ გარგარი ქართულად რომ თქვათ, მე ძალიან მიყვარს გარგარი და არის ვიტამინებით სავსე, როგორც გარგარი, ასევე ატამი, როგორც იცით. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა მსხალი. მსხალს ჩვენ იშვიათად ვჭამთ, მაგრამ ანაბელს უყვარს და ხანდახან ვყიდულობთ ხოლმე. და ეს არის ასევე ბიოლოგიურად სუფთა ვაშლი, 4 ცალი შეწამვლის გარეშე. მოკლედ შაბათს ლიდლიდან ძირითადად მოგვაქვს ხოლმე ასეთი ფუნთუშეულობა და ანდრეასმა ეხლაც არ გააკეთა გამონაკლისი. მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ პურს არ მივირთმევთ, ძალიან იშვიათად და ახლა მოიტანა ანდრეასმა 4 ცალი კრუასანი. აი ასე გამოიყურება, ნახეთ. დედი, გინდა ერთ ცალს მოგცემ? აჰა, ჭამე. აქ გვაქვს ამას ეძახიან ვაიშე ბროიტშენ, ანუ რბილი ფუნთუშები 2 ცალი.
ეს არის მზესუმზირის ფუნთუშები, ხიცალი, ძალიან გემრიელი. გერმანიაში ძალიან უყვართ ხოლმე ესე მარცვლოს რომ მოაყრიან ზემოდან, ხან სეზამს აყრიან, ხან გოგრის თესლს, ხან მზესუმზირის თესლს და ასე შემდეგ, რადგან არის ძალიან ჯანსაღი მოგეხსენებათ. კიდე მოიტანა ჩემო კარგებო აი ესეთი სათვალის გასაწმენდი ქაღალდები. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება, როგორც იცით, ანდრიასიც სათვალეს ხმარობს და მეც და საქართველოში მე ასეთ სათვალის გასაწმენდ ქაღალდებს ვერ მივაგენი და როცა მივდივარ ხოლმე ყოველთვის თან მიმაქვს. ლიდლში აი ეს ერთი შეფუთვა ღირს 99 ცენტი წარმოიდგინეთ და არის რამდენი ცალი 54 ცალი ის ქაღალდი. და ძალიან კარგია სათვალის გასაწმენდად და მოკლედ დეზინფექცია რო გაუკეთთ ეს მტვერისგან და ყველაფრისგან. აი ნახეთ, აი ესეთი ორ-ორი ცალი შეფუთვა სათვალის ქაღალდია, გასაწმენდი ქაღალდი და მე ძალიან მიყვარს ეს რო ჩანთაში არ მიდევს, ასე მგონია რაღაც მაკლია. შემდეგი ეს არის ბიოლოგიურად სუფთა თაფლი. ნუ ნახოთ რამდენად კარგი იქნება, ამბობენ რომ მაღაზიაში თაფლი, ნაყიდი თაფლი რაც არ უნდა იყოსო სუპერმარკეტშიო, არ არისო ნამდვილიო, მაგრამ ვნახოთ როგორი იქნება. შემდეგ აი ესეთი კერიგოლდის რბილი ფუნთუშებზე გადასასმელი კარაქი. გერმანიაში აქ ჩვეულებრივ კარაქს პურზე გადასასმელად არ მოვიხმართ ხოლმე, არის ესეთი რბილი, სპეციალურად რბილად ათქვეფილი კარაქი. და აი ასეთ კარაქს მივირთმევთ ხოლმე ფუნთუშაზე გადასასმელად, სადღაც კვირაში ერთხელ როგორც გითხარით, ყოველდღე რა თქმა უნდა არა. ეს ჩანთაც დაცარიელდა. აი ამ პეკანუსის ჩვენება დამავიწყდა, ძალიან მიყვარს ეს პეკანუსი. თხილეულიდან ყველაზე მეტად ნიგოს გამოვარჩევდი და არის ასევე ყველაზე ჯანსაღი ვფიქრობ. შეიცავს იოდს და სხვა ბევრ სასარგებლო ვიტამინებს, მაგრამ გერმანიაში რამდენჯერ ვიყიდე მოკლედ ნიგოზი არ მომეწონა. და ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე ამ პეკანუს კერნებს და ეს ყოველთვის არის კარგი შიგნით და ჩვეულებრივ ნიგოს რო იყიდი, შეიძლება გამწარებული იყოს და თუ საქართველოდან წამოვიღებ ხოლმე მაქვს და მივირთმევთ, ან ბადრიჯანს ვაკეთებ ხოლმე, ქართულად ბადრიჯანს ნიგოში, მაგრამ აქაური ნაყიდი ნიგოზი იშვიათად რომ მოგეწონოს, მე პირადად არ მომწონს. და აი ასეთ პეკანუსებს ყიდულობთ ხოლმე, რომელიც მდიდარია, როგორც აწერია, გაუჯერებელი ცხიმებით და ძალიან სასარგებლოა და ეს ბუნებრივად დარჩეულია და არანაირი ქიმია და რაღაც ამაში არ არსებობს. ანაბოს ძალიან შია, ჩემო კარგებო, ჯერ არ გვისაუზმია, რადგან ახლა მოვიდა ეს წუთია ანდრიასი ლიდლიდან. მოკლედ უცებ გაჩვენებთ კიდე რა მოიტანა და ამით დავურჩეთ დღევანდელ ვიდეოს. ეს იყო ძალიან სპონტანურად ახლა გადაწყვეტილი ვიდეო, საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი რომ რა ვიყიდე ვიდეოს პროდუქტებთან დაკავშირებით გაჩვენებდით, მაგრამ ანდრიასი რო დავინახე ამდენი ჩანთებით ხელში, ვიფიქრე რომ უცებ გადავიღებდით და გაჩვენებდით თუ რა მოიტანა ლიდლიდან. ეს არის გაუდა, ჩემო კარგებო. არის 600 გრამი შიგნით და სადღაც ეს ღირს 3 евро და მეტი არა გერმანიაში წარმოიდგინეთ და საქართველოში რაღაც 100 გრამი გაუდა 10 ლარი და 12 ლარი რო აწერია, ჩემამდე ეს დღემდე არ დადის და ვეგებულობ რატომ. აი ესეთი გაუდა მოიტანა. ასევე გვიყვარს ჩვენ ესეთი გაუდა და მასტამერი ყველი, რომელიც არის აი ესე ოთხკუთხედებად დაჭრილი და არის ძალიან გემრიელი სნექი. რომელსაც ხანდახან ისე მივირთმევთ ხოლმე მე, ანაბელი და ანდრეასი. ძალიან გემრიელია ეს ყველიც. ასევე მოიტანა 2 ცალი ბეიბი ბელი ყველი. ამას ძირითადად ანაბელისთვის ვყიდულობთ, ძალიან უყვარს. ახლა ამის გახსნა ისწავლა თვითონ და ძალიან ამაყობს თავის თავზე, რომ ეს შეუძლია უკვე. მოიტანა ასევე 2 ცალი გახეხილი მოცარელა. აი ამ მოცარელასაც ძალიან კარგად ვიყენებ. დილას შვრიაშიც ცოტა რო გაურიო, არის ძალიან გემრიელი და 2 ცალი მაულთაში, ანუ ქართული ყველიანი ხინკლები, რო ვთქვათ. სულ ეს იყო, რაც მე თქვენთვის მინდოდა რომ მეჩვენებინა, ჩემო კარგებო. ეხლა ამას ყველაფერს დავაბინავებ და მოკლედ ვიფრუშტუკებთ, როგორც გითხარით. ვინც ახლა საუზმობს,
გემრიელად მიირთვით. ბიბელი, მაჩვენე გიყვარს? ორი ცალი გაქვს, პაპა მოგიტანა? ვაიმე, რა გემრიელია, მაჩვენე რო გიყვარს? ვაიმე, რა მაგარი, აქეთ გამომხედე. რა მაგარია, ყოიცა. ხო, ეხლა გავხსნათ, ხო? ოკეი? ბოლო ჩანთაში რაც იყო, ეს აღმოვაჩინე. იოგურტებით დავიწყებდი, მაგრამ არ ვიცოდი, ეს კიდე თუ ერთი ჩანთა იყო. აი ესეთი 4 შეფუთვა იოგურტი. და ეს არის როგორც მაწონი, ისეთი იოგურტი. საქართველოში სამწუხაროდ მე ასეთი იოგურტი ვერ აღმოვაჩინე, რამდენი ჩამოვედი. 3.5 ცხიმით, არის ძალიან კარგი, მაწონს ჯობია. და მოკლედ 4 შეფუთვა. თითო შეფუთვა ასეთი იოგურტი საქართველოში სადღაც 3 ლარ 9 ღირს, როგორც ვიცი. 1 ცალი, აი აქედან 1 ცალი. Ja, das habe ich schon gezeigt, danke schön. და აქ ეს ერთი შეკურა ღირს 80, ეს 4 ცალიანი ღირს 99 ცენტი. 4 შეკურა არის 4 ევროსი, ანუ 16 ცალი და ანაბელსაც, მეც და ანდრიასაც ძალიან გვიყვარს ეს თეთრი იოგურტი. მე ანაბელს არ ვაჭმევ ტკბილ იოგურტებს, როგორც სხვა ბავშვები მიირთმევენ ხოლმე. აქ შეუძლია ცოტა თაფლი დაამატოს, მაგრამ აი ეს ტკბილ შაქრიან იოგურტებს მე ანაბელს არ ვაჭმევ და აი ამაზე მივაჩვე და ძალიან უყვარს. შემდეგი არის აი ეს ბიოლოგიურად სუფთა 2 ცალი 100% ვაშლის წვენი და 100% ყურძნის წვენი. ანაბელს უყვარს ხოლმე, წყალში შორლეს უკეთებ და ისე მიირთმევს, მთლიან აი ესე ნატურ წვენს არ ვასმევთ, რადგან კბილებისთვის არ ვარგა, ისედაც ბევრ ფრუქტოზა შეიცავს, როგორც იცით და ბავშვისთვის ვყიდულობთ ხოლმე. ნუ ხანდახან მე მიყვარს განსაკუთრებით აი ეს წითელი ყურძნის წვენი და მეც აი წყალთან გარეულს ხანდახან ძალიან რომ მომენატრება რაღაც მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ყოველდღე არა. და ანაბელი სვამს ხოლმე ხშირად წყალთან, ოღონდ როგორც გითხარით, შორლეს ვასმევთ წყალთან ერთად გაზავებულს. ეს არის ლიმონი, როგორც ხედავთ. ლიმონიან წყალს განსაკუთრებით ახლა როცა სიცხეებია და ზაფხულია, მე და ანდრიასი ყოველდღე გიახლებით და ძალიან გვიყვარს და არის C ვიტამინის ძალიან კარგი წყარო. ეს არის საპნის შეფუთვები. ეს არის ჰოლუნდათი. ანუ ისფერი არ ვიცი, ხა ეს ჰოლუნდა მე მგონი ანწლია ქართულად თუ არ ვწდები, არ ვიცი, უნდა ვნახო Google-ში. და ეს არის ჰოლუნდათი, ანუ თხევადი საპონი, რომელიც უნდა ჩავასხა საპნის ქილაში და ეს არის მოკლედ თაფლის არომატით, ძალიან კარგია. ესენიც საკმაოდ ნახეთ რამხელა შეფუთვებია, 2 ლიტრიანი 2000 მილილიტრი, ანუ 2 ლიტრა საპონია და ეს კარგახანი ყოფნის ჩვენ. და ძალიან პრაქტიკული აი ასეთი შეფუთვა საპნები ვფიქრობ. და ბოლოს შემოკარგებო, რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის საზამთრო, რომელიც ჩვენ სამივეს ძალიან გვიყვარს და თითქმის ყოველ მეორე-მესამე დღეს ვყიდულობთ ახლა ზაფხულში. ანაბელს ამ შემთხვევაში დედიკოს გემოვნება გამოხვა და ძალიან უყვარს საზამთრო, როგორც საზამთრო ასევე სიმინდი, საკმაოდ ქართული გემოვნება აქვს, რა თქმა უნდა 50% ხო ქართველია და დედისგან გადმოხვა ეს სიყვარული ალბათ. და მოკლედ ახლა გეტყვით საზამთრო, კარგი საზამთრო როგორ უნდა აარჩიოთ, ამ ბოლოხანს ვისწავლე, თუ როგორ ავარჩიოთ კარგი საზამთრო, 3 ნიშანი უნდა მოეპოვებოდეს საზამთროს აუცილებლად. აი ესეთი ყვითელი გვერდი უნდა ჰქონდეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ საზამთროს მზე ჰქონდა, როცა იზრდებოდა და მზეზე იზრდებოდა. შემდეგ აი ეს ყუნწი უნდა ჰქონდეს ყავისფერი და არ უნდა იყოს მწვანე, რაც იმას მიუთითებს, რომ საზამთრო კარგად არის დამწიფებული და მესამე ნიშანი, ნუ ეს ყველასათვის ცნობილი, რომ დააკაკუნებთ საზამთროზე. კარგი ხმა უნდა ჰქონდეს. ეხლა მე ვერ ვაკაკუნებ, რადგან ცალხელში ტელეფონი მიჭირავს. მე მგონი კარგი ხმა აქვს. ნუ კარგი ჟღერადობა უნდა ჰქონდეს, ეს ყველა მიცით, როცა საზამთროს ესე ხელს დაუკაკუნებთ. მოკლედ შემოკარგებო, ეს იყო ყველაფერი, რისი ჩვენებაც თქვენთვის აი ესე ხა სპონტანურად გადავწყვიტე და ამ ყველაფერში ანდრიასმა გადაიხადა 90 евро. დაწერეთ კომენტარებში 90 ლარში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საქართველოში აი ესეთი აინკაუფენის, ანუ ამ თანხაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საქართველოს სუპერმარკეტში აი ასე პროდუქტების შეძენა.
მოკლედ ჩემოკარგებო, მე კი აქ დაგემშვიდობებით, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ. სულ ეს იყო დღეისათვის. ყველას ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკა დროებით. პატარა ანაბელით გიგზავნით კოცნას. გაუგზავნე დედი კოცნა? დედიკო ეხა კი ფიტნესში მიდის უკვე ფიტნესისზე და აცვია როგორც ხედავთ. გაუგზავნე დედიკო ჩვენს მაყურებელს კოცნა და დაემშვიდობე. ყოჩახ, ნახვამდის.